რამდენიმე განსაცდელი დაგვაწყდა ამ დღეებში თბილისელებს თავს, რამდენი ადამიანი წაიყვანას ვარაკას სტიქია. მძიმე დღეები უდგას საქართველოს, მძიმე და ეკლიანი, მაგრამ პარადოქსია ამ ტალახიან ეკალბარდებში მაინც ჩადგა სიხარულის განცდა. ეს კი გამოიწვია იმ ღირსეული თვისებების წარმოჩინებამ, რომელიც ოდითქანვე ახასიათებდა ქართველ კაცს. ჭირსაშიგან გამაგრება ისე უნდა ვითქვით კირსაო წერს დიდი შოთა და მართლაც ქვითკირივით შეიკრა ახალგაზრდობა ამ ჭირის წინააღმდეგ. თანადგომა გამოუცხადა მათ, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს გასაჭირი და ყველას დაგვანახა, რამ დაგვაცილა ერთმანეთს დაგვანახა ის, რაზეც ილია მართალი წერს. ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არ აქვს თავის საკუთარ ბედნიერება, სხვისი ბედნიერება. ანუ უკეთ ვსქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველ კაცს ვერ გაუერთებია. ამ გაერთიანებისათვის დიდი ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა. ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თითოეული ბიჭი ღვაწლია და მსხვერპლი. სწორედ ასეთი მძიმე და ეკლიანი გზა იტვირთეს ახლა ამ გოგო ბიჭება და გაზდეს კიდეც ერთობის ხიდი. მაინც რატომ ატყდება განსაცდელი ადამიანს? ამ კითხვით მიმართა თბილისის 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოს ლუკას სუპატაშვილს. ამ ქვეყანაზე როცა ვცხოვრობთ, განსაცდელისთვის უნდა ვიყოთ მზად და ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა. და ეს ქართველს ჰქონდა აღქმული, აი მსოფლმხედველობა ასეთი იყო, ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი ცხოვრების წესი იყო და სიკვდილი ეს ჩვენი ზოგადად ცხოვრების ერთ-ერთი ფრაგმენტად ითვლებოდა. მაგრამ თუ შევხედავთ, თქვათ, ურწმუნო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მისთვის სიკვდილი, გარდაცვალება, არის ყველაფრის დასასრული და ქრისტიანისთვის ეს არის ყველაფრის დასაწყისი. თქვათ, აი წმინდა გიორგი 27 წლის თუ 28 წლის იყო, როდესაც მას თავი მოკვეთეს და აი თავი გაწირა. და ჩვენს ერს უსაზღვროდ უყვარს წმინდა გიორგი, ისე როგორც მთელ მსოფლიოში დიდებულია ის. და აი, როდესაც გიყვარს, ვთქვათ, ისტორიული პიროვნება, ნიშნავს, რომ შენც გაქვს სურვილი, რომ ის გაიმეორო, იმის მსგავსი თვისებები შეიძინო, ან გამოავლინო მისინაირი ცხოვრების წესი. და აი, დღევანდელ დღეს თუ დაუბრუნდებით, აი ეს სულისკვეთება ძალიან მრავალმა გამოავლინა, ძალიან მრავალმა. როდესაც აი სხვისი გულის ტკივილი თავის გულის ტკივილად მიიღო, სხვისი პრობლემა თავის პრობლემად მიიღო, თავისი ქალაქის პრობლემა თავის პირად პრობლემად აღიქვა და აი ეს ბედნიერებაა და როგორც აი დათა თუთაშხიაში ცნობილია ჭაბო ამრიძიების, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვართო საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილიერიო. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენი ყველაზე მთავარი დღესასწაული არის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. მაგალითად გიორგობა იყო ახლა მაისის თვეში წმინდა გიორგის გარდაცვალების დღე, თავის მოკვეთის დღე. ეს ტაძარი 100,000 მოწამის არის და 100,000 მოწამეს ადამიანს თავი მოკვეთეს და ჩვენ ეს დღესასწაულად მიგვაჩნია. ესე იგი ეს ქართველთა ცხოვრების რაღაცნაირ წესზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის არა წლების რაოდენობას ჰქონდა მნიშვნელობა ისტორიულად, არამედ ხარისხს, თუ რა ხარისხით ცხოვრობდით. და როგორ ცხოვრობდით, რისთვის ცხოვრობდით და პრინციპში ეს მთავარია, ახლა რა ეპოქაც არ უნდა იყოს, მთავარია ვინ ხარ, როგორი ხარ. რანაირი ცხოვრებით ცხოვრობ, იმიტომ რომ პრინციპში ბოლო-ბოლო რო დავწუროთ ამ ჩვენი ცხოვრების მიზანი და მნიშვნელობა, ბოლო-ბოლო დადის იქამდე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ღმერთისკენ ვართ თუ ბოროტებისკენ. და ამ არჩევანს აკეთებს ადამიანი ბოლო-ბოლო. და აი ქართველებს და ყველა ღირსეულ ადამიანს ზოგადად, იმიტომ რომ ქრისტიანობა და ღირსება ეს ეროვნული კუთვნილება არ არის, ხო მთელი ადამიანური კუთვნილება, ადამიანური განზომილება, ადამიანი ასეთი უნდა იყოს. მან ყოველთვის უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. და ჩვენს ისტორიაში იკვეთება ღირსეული მომენტები, ანტიოქიის პატრიარქი მაკარი ესეთ რამეს ამბობს, რომ ქართველებსო ღირსების გულისთვისო სიკვდილიც კი შეუძლიათო. ეს შეიძლება ვიღაცისთვის უცხო იყო, მაგრამ ჩვენში ცხოვრების წესში ეს ჩვეულებრივი იყო, რომ ღირსების გამო შეგვეძლო სიკვდილი. და ჩვენს მეტყველებაში საგინებელი სიტყვები იყო უსჯულო ადამიანი, უწესო ადამიანი, უღმერთო ადამიანი, უნამუსო ადამიანი, უპატიოსნო ადამიანი. აი ესე იგი უბედურებად ეს ითვლებოდა. სიკვდილი არაფრად მიაჩნდათ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, აი ვახუშტი ბაგრატიონი ბატონიშვილი როგორც წერს ქართველთა ერის თვისებების შესახებ
მამაკაცები ომში ისე მიდიან, როგორც ისეთი ხალისით მიდიან, როგორც ნადიმზე მიწვეულნიო. ძალიან დიდი ღირსებაა, როცა შენი სამშობლოსთვის იბრძვი, როდესაც შენი მოყვასისთვის იბრძვი, ოჯახისთვის იბრძვი, მეგობართათვის იბრძვი და შენში დიდი ღირსებაა და ეს დიდი ღირსება არ გაძლევს საშუალებას, რომ არ გიხაროდეს, როცა შენი ადამიანური ღირსება გამოავლინე შენს პირად ცხოვრებაში და ზოგადად ერის და კაცობრიობის ისტორიაში ზოგადად. ეს ყველაფერი მომდინარეობს სარწმუნოებიდან და ჩვენი მიმართება პრობლემების მიმართ აი ასეთი იყო ყოველთვის. აი რა მოგვიტანა ამ ძიმე დღეებში ასეთი სიხარული. ეს იტანა ღირსებამ, რომლებიც უხვად გადმოიღვარა დღეს ჩვენს პაწვილებში, რომელთაც სისხლამ დილიდანვე შიშველი ხელებითა და ანთებული გულებით იწყეს ცხოვრება. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღლისა, ცალ-ცალკე ხნა და ბკა, ცალ-ცალკე თლა ხინის თავისაკენ და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც კრებულია, რომელსაც ერი ქვია. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩვენ ერთობას ვაღწევთ და აი ეხლაც ასეთი განსაცდელის დროს, რომ ვიღაცას ესე იგი ვიღაცა გამწარდა, ვიღაცამ ოჯახი დაკარგა, ვიღაცამ ახლობელი დაკარგა, მამაკაც მეუღლე გამოსტაცა, ფეხმძიმე მეუღლე წყალმა წარმოიდგინეთ როგორი ტკივილია ეს, მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება. და ის უნდა იყოს ჩემთვის პირადად მაგალითი, რომ აი როგორი უნდა იყოს ტკივილნანახი ადამიანი, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, რომელიცაც აი აშენებული ტაძარი დაიქცა. ბუნებრივია, როდესაც აი ამდენი ადამიანი მერე გამოდის იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოაშუშონ, იქ ეხლა ხელფასისთვის და იმისთვის არავინ გამოდიოდა, იქ თავისი სულისკვეთებით და გულის ხმიერებით გამოდიოდნენ ადამიანები და არაფრის გამო უანგაროდ და ის სწორედ ეს უანგარობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭი სულისაწმინდისა, რომელიც ადამიანს უნდა გქონდეს. და რომელიც თუ ადამიანს არ აქვს, ის მას აკლია რაღაცა ადამიანური ღირსება და თვისებები და მადლობა ღმერთსო, ჩვენ ამდენი ღირსეული ადამიანები გვყავს. ის ღმერთს შეფარებულმა ელია წინასწარმეტყველმა შესჩილა ღმერთს. მე ერთი მართალი დაგჭი ამ ქვეყანაზე და მეც მოსაკლავად დამსდევენო. გაიხსენეთ რა უპასუხა მაშინ ღმერთმა, შენაირი კიდევ რამდენიმე ასეული მყავსო. ამიტომ ითქვა, როცა ღმერთი კარს მოგიკეცავს და თითქოს ყველაფერს ჩაგიხურავს, რომ ვერ გამოძრე იმ პრობლემებიდან, სასო არ წარიკვეთო, კარგად მიმოიხედე ირგვლივ და დაინახავ პატარა ხვრელს, რომელიც მან დაგიტოვა გამოსაძრომად. საერთოდ ცნობილი ფაქტია, როცა განსაცდელები არ მოდიოდა წმინდანებთან, ისინი ტიროდნენ და ცვალცრემლიანი შეღაღადებდნენ ღმერთს, გამოგვიგზავნეო განსაცდელი, რადგან სიმშვიდეში ადამიანები უფრო შორდებიან ღმერთს. მე მაგალითად ხედავ, რომ ადამიანი ცოდვის პარალელურად, რომელსაც ებრძვის, პარალელურად ატარებს უდიდეს სიკეთეს, უდიდეს სიხარულს. ის არის მისი გული არის როგორც ბრილიანტი ტალახში ჩაგდებული, რომელიც ბრილიანტის სიკაშკაშეს კარგავს და სილამაზეს კარგავს, როდესაც ტალახი ეკრის მას. მაგრამ საკმარისი ეს ტალახი მოწმინდო რომ და მოიწმინდოს ეს ტალახი, ანუ ეს ცოდვები მოიშოროს, რომ მას ის ასხივებს უდიდეს სილამაზეს და უდიდეს სიკეთეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ესენი არიან გმირები. მიმაჩნია, ხედავ და აღვიქვამ როგორც გმირებად. და მეორეს ვნატროლობ და ვისურვებ, რომ მათ ეს გმირული სული შეინარჩუნონ. თავისი მდგომარეობის მიხედვით, თავისი საქმიანობის მიხედვით, თავისი ადგილის მიხედვით, სადაც ისინი ცხოვრობენ, სადაც ისინი შრომობენ, სადაც ისინი სწავლობენ, სადაც ისინი რომელ ოჯახშიც ისინი არიან, ხო, როგორი ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანი ყავს ოჯახში, ხო, რომელიცაც გული არ უთმეს და მიდის და იქ ესე იგი პრობლემას ეჭიდება. პრობლემას ეჭიდება აი შიშველი ხელებით, მაგრამ ანთებული გულით. და ეს ანთებული გული კი ყველაზე დიდი სიკეთეა. პავლე მოციქული ხო ამბობს, რომ ყველამ თქვენს თავშიო აანთეთო ის ნაპერწკალიო, ცეცხლად აქციეთო, რომელი ნაპერწკალიც ღმერთმა მოგცათო. აი საქმეც ეს არის, რომ ჩვენი გული უნდა იყოს ცეცხლოვანი. ისევე როგორც ქართველთა მეტყველებაში სიტყვა სიცოცხლე მოდის ცეცხლიდან. ესე იგი თუ ადამიანში ცეცხლი არ არის, მაშინ ის ვერ ცოცხლობს. და მაშინ მან რაღაცა უნდა ქნას, რომ ის გული აინთოს და ეს გული აინთება მხოლოდ და მხოლოდ კეთილმაგალითებზე, კეთილსურვილებზე და განსაცდელის ღმერთიც მაგიტომ უშვებს განსაცდელს ხანდახან რომ ადამიანი აინთოს. რახან მოიწია განსაცდელი ნიშნავს, რომ ჩვენში დიდი სიკეთე დევს. ჩვენ ხედავთ, რომ თურმე ყველაფერი კარგად არ ყოფილა.
წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ სამშობლოში როგორი საშინელება ხდება. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ ხომ? ქრისტიანული ქვეყანა ვართ ხომ საუკუნეების მანძილზე. მაგრამ ისეთი ცოდვა, როგორიც არის აბორტი, ნორმათ არის მიჩნეული. ანუ კლაცის კლა, ადამიანის კლა, აი ჯალალედინმა დახოცა 100,000 და ჩვენის ბოროტმოქმედად მიგვაჩნია. მაგრამ ჩვენ ამდენ ჩვილს ერთი წლის მანძილზე ვხოცავთ, ეს წლების მანძილზეა და 10 წლეულების მანძილზეა. ეს არაფრად მიგვაჩნია. არაფრად ითვლება აღვირახსნილი ცხოვრების წესი. ზედმეტი ჭამა, სმა, თრობა, ნარკოტიკი, აი ტყუილი, ეს ცხოვრების წესათაა მიჩნეული. აი ესეთი კატაკლიზმებიც მაგითო ხდება. უფალი ხო ამბობს, რომ ბოლო ჟამსო იქნებაო მრავალი ძვრანიო, კაცთა კოლანიო, ერის წინააღმდეგ აღდგებაო, ომები ჩვეულებრივია დღეს მსოფლიოში, როდესაც ადამიანები ადამიანებს ხოცავენ. ყველაფერი შედეგია ცოდვების. ამიტომ ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ჩადის ცოდვას, ის მარტო თავის თავს კი არ აზიანებს, თავის გარემოს აზიანებს, თავის სამშობლოს აზიანებს და დედამიწას აზიანებს ზოგადად. ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ღმერთს იპოვის, ის თვითონ გაიხარებს და ის მერე ყველას გაახარებს. აი ესეთი საოცარია სიცოცხლეც, აი ესეთი საოცარია ის ცეცხლიც, რომელსაც ჩვენ უნდა ვატარებდეთ და აი ესეთი სასურველია ის ბედნიერება და სიხარული, რომელიც ჩვენს გულში უნდა იყოს და რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ ვამბობთ ჩვენს მრწამსში მოველით აღდგომას, მკვდრეთით და ცხოვრებას მომავალ საუკუნეში. აი ეს არის ჩვენი სარწმუნოება. და ამით ვართ ჩვენ თავმოყრილნი, ამით ვართ ჩვენ მობილიზირებულნი, ამით ვართ ჩვენ განწყობილნი, რომ სწორად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაზე. კვლავ წმინდა ილია მართალს დავესესხოთ. ჩვენ ცხოვრებაში არის იმისთანა ფესვი, რომელზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს. ეს ფესვი კი სარწმუნოებაა, რომელსაც ჩვენთან ქრისტეს დაუნაწევრებელი კვართი დაექო საფუძვლად.